ჰელოუინზე სულ ამბები ხდება. მართლა ეშმაკისაა რა. ახლაც ერთმა ახალგაზრდა ქალმა თავზე სატანისტური რქებიანი ჩაჩქანი მოირგო და კისერზე ჩამოიკიდა ჯაჭვი, რომელიც პირადად მე არაფერს მეტყოდა. რავი, ჯაჭვია და ჯაჭვი, ოქროსფერი. რომ თქვა რომ ლამაზია მოგატყუებთ. ჩემი გემონები, თორემ თქვენ შეიძლება მოგწონთ. გემონებას ხო იცი არ დაობენ საერთოდ. ვიღაცას ხისფერი კუბოები მოსწონს, ვიღაცას ვარდისფერი. ვისი რა საქმეა. მოკლედ ჯაჭვია რა. კაი მსხვილი, აბაზანისას თან გავს, თან არა. ცოტა მასიურია მაგისთვის. ძაღლს აბამენ ეგეთით. ზომიერად იძახს, ნაგას ვერა. მაგრამ ყველა სიმბოლოს ხომ აქვს ახსნა. ამასაც გამოუჩნდნენ ახლა ამხსნელები და ჯაჭვების ექსპერტები. უმალ დაადგინეს რომ ძაღლის კი არაა და აბაზანის, ხელოვნების ნიმუშია, ტიფანის და ღირს $75,000. ჯაჭვი $75,000. ახლა ამის ექსპერტების დროა გამოვიდნენ და ახსნამ რამ გაამწარა ეს ქალი $75,000 რომ მიათხრიშა ჯაჭვში $. მე ეს ჯაჭვი რომ სატანისტურ რიტუალზე მოირგო და ჩვენ შეგვაშურა ნახეთ რა მაქვს. ახლა ვიღაცები ამობენ მაგ ახალგაზრდა ქალის ორი შვილი პატრიარქის ნათლულიაო, მაგრამ მე არ მჯერა. პატრიარქის ნათლი დედა როგორ იკადრებდა რომ სატანისტური ჰელოუინი აღენიშნა და ეს ამბავი მე საჯაროდ ებცნო ყველასთვის. შანსი არ არის. იმიტომ რომ ამ ეშმაკეულ შაბაშზე ქალი აღარაა და კაცი და მაგის დაშვება როგორ შეიძლება გაფიქრებაც კი. სანამ ხელოვნებათმცოდნეების საექსპერტო თანამეგობრობა საკუთარ სიტყვის და რაიმე დასკვნაზე შეჯერდება, როგორც კოცები ამბობენ, მე როგორც დაუვიწყარი თორნიკე რიჟვაძე იყო და სხვა დარგის სპეციალისტებს მივმართ. და იცით რა მითხრეს კრიმინალისტმა ფსიქოლოგებმა? მათი ვერსიით, ამ ახალგაზრდა ქალს საახლობლოში ვიღაც მაგარი კორუმპირებული ყავს და კოცების გაქანებული დაჭერების კამპანიაში, ამ ხერხით მიანიშნებს გამოძიებას, სად უნდა ეძებონ უკანონო სიმდიდრე. დრო რომ არ დაკარგონ მერე ჩხრეკაზე. რატომ უნდა ერჩოდეს ახლობელს მეთქი და ეგეც ამიხსნეს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ადამიანი ძალიან გამწარებულია ამ თავის ახლობელზე. შეიძლება ღალაჩის კი ჰყავდეს ოდესღაც შემჩნეული და ვერ ივიწყებდესო. 75,000-იანი ჯაჭვების ჩუქების მიუხედავად. ხო და იქნებ მართლები არიან დარგის სპეციალისტები და იქნებ ამ მეთოდით მართლა გამოძიებასთან თანამშრომლობს ის ქალი წინსწრებად, უბრალოდ ჩვენ ვერ ხვდებით ამას. დაველოდოთ გამოძიებას, როგორც პროჭორილელები ამბობენ ხოლმე.